ძვირფასო მეგობრებო, გამომწერებო, ქალბატონებო, ბატონებო. მე კვლავ მოგესალმებით ტაროსკოპის არხზე. ცოტა დამიგვიენდა თქვენთან დაბრუნება. მინდა როგორც იქნა საბოლოოდ მოგილოცოთ ახალი ცეცხლოვანი ცხენის წელი, რომელიც აი გუშინ წინ 17 თებერვალს უკვე შემობრძანდა, შემოაბიჯა, შემოქროლდა, ასე ვთქვათ. და 17 თებერვალსვე დაიწყო ძალიან მკვეთრი ცვლილებები. მოგეხსენებათ 17 თებერვალს ჩვენ მქონდა მზის დაბნელება, ახალმთვარეობა და აი დღეს უკვე გადადის მზე თევზის ზოდიაქოში, ძვირფასო თევზებო. მე თქვენ გისურვებთ, რომ აი ეს ცეცხლოვანი და არა მარტო თქვენ, რა თქმა უნდა, ცხადია, თითოეულ თქვენგანს, ვინც ახლა მისმენს, განურჩევათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნისა თუ რწმენის და მსოფლმხედველობისა, მე თქვენ გისურვებთ, რომ ცეცხლოვანი ცხენის წელს აუწყოთ ნაბიჯები, იმიტომ რომ სწორედ ის იქნება წარმატებული წელს, ცეცხლოვანი ცხენის წელს, ვინც აყვება აი ამ აღმოსავლური კალენდრის აი ამ ნიშანს, რომელიც იშვიათად ჩნდება 60 წელიწადში ერთხელ, ხო, ვინც აყვებით, ისინი აუცილებლად გაიმარჯვებთ. მე ვახსენე, რომ სრულიად ახალი რეალობა შეიქმნა, ეს ესეა, ჩვენ უკვე ვართ კვანტური ნახტომი გავაკეთეთ და სრულიად ახალ რეალობაში გამოვიღვიძეთ უკვე 18 თებერვლიდან, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩაგეტარებინათ გარკვეული ტიპის ლოცვა, მედიტაცია, ვისაც როგორ გჯერათ, ვისაც როგორ გწამთ, ვისაც როგორ გსიამოვნებთ, ხო, მთავარია პირადი სიამოვნება. ღმერთამდე გზა არის ძალიან ინდივიდუალური. და მე მინდა ესეთი ტრადიცია დავნებო ჩვენთან ტაროსკოპზე, რომ სხვათა შორის მე ძალიან მომწონს ყოველ დილას ჩემი აპლიკაცია, წმინდა წერილის აპლიკაცია თავაზობს კონკრეტულ ამონარიდს წმინდა წერილიდან და დღეს არის ესეთი შემომთავაზა ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან მე-12 თავი. მე-12 თავის მე-11 მუხლი და მოდით ერთად წავიკითხოთ. ესეთი ტრადიცია დავნერგოთ, რომ სანამ ბოდიში გაშლაზე გადავალთ, წავიკითხოთ, რას გვეუბნება წმინდა წერილი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის აქამდე, წმინდა წერილამდე. ყველა ჩვენი მცდელობა, ყველა ჩვენი ასე ვთქვათ, მოგზაურობის გასაღები მაინც არის ბიბლიაში დამარხული. ყოველ შემთხვევაში მე ასე მწამს და ასე მჯერა. მომწერეთ თქვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით და მაინც გავეცნოთ ბიბლიასაც. ესოდენ გვიჭირს მასთან ურთიერთობა და ესე მაინც შევძლოთ, რომ დღეში ერთხელ ერთი თავის თითო სტროფი ამოვიკითხოთ. და ესე ჟღერს მე-11 მუხლი. ყოველგვარი წრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდეგ მის მიერ წრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს, მშვიდობას. ახლა ეს არის კონკრეტული თარგმანი, ორთოდოქსული თარგმანი, სხვა ტექსტებში აი ესე ჟღერს ეს თავი. ყოველი წრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა. აზრი იგივეა, თქვენ ალბათ გაიგეთ, თუ მთლიანად თავს წაიკითხავთ, უფრო მეტად გაიგებთ აი ამ
ჩანაწერის მნიშვნელობას და ამით რას გვეუბნება წმინდა წერილი, რომ ის, ვინც ახლა დაითმენს სწავლით და ისწავლის, შემდეგ მიიღებს აი ამ სწავლის შედეგს. შესაძლოა ახლა ეს გამოცდილება, ეს და სწავლაში არ იგულისხმება მხოლოდ სწავლა ესეთი პირდაპირი ონტოლოგიური გაგებით, ხო? ამ სწავლაში იგულისხმება ზოგადად გამოცდილება ის სირთულეები, რასაც ჩვენ გავდივართ ყოველდღიურად, ხო? ის რუტინა, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, ის საკმაოდ კრიზისული პერიოდი და კატაკლიზმებით სავსე რეალობა, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, აჩქარებული დრო, რაშიც ჩვენ გვიწევს არსებობა და სწავლა, გამოცდილების მიღება, ვინც ამას მიიღებს, წმინდა წერილი გვეუბნება. აი, მას შედეგად ექნება შვიდობაო, ანუ მის სულში შვიდობა დაივანებსო. ნახეთ ახლა როგორ გაგაცნობთ ახლა ამას, როგორ მინდა რომ დაგანახოთ აი ეს ჩანაწერი ბიბლიაში, რომ ვინც საკუთარი თავის შეცნობისკენ გზას, რომელიც არ არის იავარდით მოფენილი, გაივლის მოთმინებით, ხო? აი ესე წერია. სიხარულად კი არ გვეჩვენება ეს გზა. წუხარება გგონია, რომ ჩვენ აი ეს გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, ხო? ზოგიერთი ჩვენთაგანი ტოქსიკური ურთიერთობის სახით, კარმული ურთიერთობის სახით, ზოგიერთი ჩვენთაგანი, ესე ვთქვათ, ტოქსიკური სამსახურის, რთული რეალობის, გაჭირვების, შეჭირვების სახით ჩვენ რაღაცას გვასწავლის. აი, თითოეული ეს გამოწვევა ჩვენს ცხოვრებაში რაღაცაზე მიგვანიშნებს, რაღაც ტრანსფორმაციისკენ, შინაგანი ცვლილებისკენ მოგვიწოდებს. და მართალიაო, ეხლაო, წუხარებად მოგეჩვენებათო ესო და არა სიხარულათო, მაგრამ შემდგომ, როდესაც სიმართლე მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა, ანუ ვინც აი ამ გაკვეთილებზე, ვინც ეს ტრანსფორმაცია გაიარა და ეს ტრანსფორმაცია ჩვენ გავიარეთ 2025 წელს და მუდმივად გავდივართ, ხო? და აი ცეცხლოვანი ცხენის წელიც სწორედ აი ამის მომასწავლებელი, რომ ჩვენ ახლა თუ კი სწორად ვისწავლეთ აი ამ წარსულის შეცდომებზე, უახლოესი წარსულის, თუნდაც გუშინდელი ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღეთ. არ ვიცი, დედასთან ურთიერთობაში, მეუღლესთან ურთიერთობაში, შვილთან ურთიერთობაში, მეზობელთან ურთიერთობაში და ჩვენ თავში გამოვიგეტანეთ დასკვნა, ნუ თუ მე რაიმე დავაკელი ამ ურთიერთობას. ხო? ანუ სხვა კი არ დავადანაშაულეთ, არამედ ჩვენ თავში ვეცადეთ, რომ გვეპოვა პასუხი ამ კითხვაზე. მაშინ მათთვისო, აი ეს სწავლაო, რომელიც ახლა მწუხარებად გვეჩვენებაო, გამოიღებს ნაყოფსო. სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს. ხო? ანუ ჯილდო მაღალი იქნება მათთვის, ვინც განისწავლება. და მოდით დღევანდელი გაშლაც მიუძღვნათ აი ამ თემას. და ასეთი სათაურით წარმოგიდგენთ დღევანდელ გაშლას და გეხებათ ყველას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, განურჩევლად იქ რაღაცა მზის, მთვარის და ყველას. ეს არის საჯარო გაშლა, გეხებათ ყველას და მოქმედებს მაშინ, როდესაც ნახავთ ამ გაშლას, არ აქვს მნიშვნელობა დღეს, ხვალ ერთი თვის მერე. როგორ, აი მოდით ესე დავასათაუროთ. რა გვასწავლა 2025 წელმა? ან რა გამოცდილებით ხვდებით 2026 წელს? რა გამოცდილება არის ეს? ხო? რა გვასწავლა
უახლოესმა წარსულმა. მოდით ავიღოთ თუ გნებავთ კონკრეტული დროის შუალედი, მაგალითად, რა ვისწავლეთ ბოლო 3 თვის მანძილზე. ესე გავაკეთოთ. საჯარო გაშლა, რა თქმა უნდა, ტრიპლეტებს გამოვიყენებ. ჩვენ გვასწავლეს გრძნობების შეკავება, ემოციების კონტროლი. ჩვენ ვისწავლეთ საკუთარი თავის განცდების, ფიქრების, წარსულზე ვისწავლეთ, მართვა ვისწავლეთ საკუთარი ემოციების, აი გარკვეულწილად აქ მოხდა ენერგეტიკული, ესე ვთქვათ, გადავსება, ხო, ადამიანის, გადაძაბვა მოხდა. და აქ ვისწავლეთ, რომ ყოველთვის ბრძოლით, ან თავდაცვით, ან ცოდნით ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უახლოესმა წარსულმა გვასწავლა ის, რომ ზოგჯერ სჯობს კომპრომისზე წასვლა. ოღონდ კომპრომისზე არა, იმიტომ რომ ჩვენ ვწდებით. არამედ იმიტომ რომ წარსულის გამოცდილებით ჩვენ მივხვდით, რომ ყოველთვის თავდაცვის ენერგიაში ყოფნა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, ჩვენი ფსიქიკისთვის, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, განწყობისთვის არის საზიანო. და მას არ მოაქვს ჩვენთვის სასურველი შედეგი. და ჩვენ გვასწავლა უახლოესმა წარსულმა, 3 თვემ, აი დეკემბერი, იანვარი და ეხლა თებერვალში ვართ, რომ ზოგჯერ სჯობს შევისვენოთ, შევჩერდეთ, დავპაუზდეთ, მივცეთ სხვა ადამიანს საშუალება, მივცეთ სივრცე, დავტოვოთ სივრცე იმისათვის, რომ სხვამაც ვიზეც არ აქვს აქ მნიშვნელობა, ვიზე არის საუბარი, მამა, დედა, ქმარი, პარტნიორი, შეყვარებული, საყვარელი, ხო, ვინც გინდათ, შვილი, რომ ყოველთვის ნუ ვიბრძოლებთ, ნუ ვიქნებით, მაგალითად თუ ვართ დედა, მოიქნები შენ შვილზე ძალიან overprotected moms, ესე ქვია, გადაფოფინებული, ხო, ესე კრუხ დედებს რო ეძახიან. იგივე ვრცელდება მეუღლეებთან ურთიერთობაში. ხშირად ქალბატონებს ეშლებათ ის, რომ პარტნიორებთან თამაშობენ კარგი დედის როლს. მაშინ როცა პარტნიორს შენგან არა კი, რაღაც დოზით ჭირდება დედობრივი მზრუნველობა, მაგრამ შესაძლოა პარტნიორი შენგან სულ სხვა რაღაცას ითხოვს, ხო? ითხოვს რაღაცა სულიერ ინტელექტუალურ კავშირს, ან სხვა სიყვარულის ენით გესაუბრება და შენ არ გესმის და მაინც გინდა, რომ რაღაცნაირად იბრძოლო შენ და მას თავი გადაამეტო. აი, ეს ენერგია, ხო? დაკიდული კაცის ენერგია, იგივე მესამე ენერგია ამ შემთხვევაში, აი ეს არის, სწორედ რომ მე ჩემი სიბრძნე ჩემთან დამაქვს, ის ყოველთვის ჩემთან არის, მაგრამ ვამჯობინებ ხანდახან რომ შევჩერდე და სივრცე დავუთმო სხვას. ეს მასწავლა ჩემმა წარსულმა გამოცდილებამ. და ამითი ვრჩები ძალიან მოკეპული. დიახ. აი ნახეთ. რა გვასწავლა უახლოესმა წარსულმა, რომ არ შეიძლება მუდმივად ბრძანებლობა სხვაზე. ერთადერთი რაც შეგვიძლია ჩვენ ვუბრძანოთ ვინმეს, ეს არის საკუთარი თავები, ხო? და ვიყოთ თვითკმარები. და ეს იმედგაცრუება სწორედ მოდის იქიდან, რომ ჩვენ მოლოდინებს, კოშკებს ვაგებთ ვიღაცებზე ან რაღაცებზე და შემდგომ გვაქვს, ესე ვთქვათ, სურვილი, შემდგომ გვიკვირს ჩვენ, რომ აი რატომ ხდება ასე?
რატომ ხდება ესე, რომ ისევ მე ვრჩები დაზარალებული ემოციურად, ხო? ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენ ვისწავლოთ ბალანსი მიღებასა და გაცემას შორის, ენერგეტიკული ბალანსი. არ უნდა დაიხოს ეს წრე. ოჯახურ ურთიერთობებში, სასიყვარულო ურთიერთობებში, შრომით ურთიერთობებში, ხო? თუ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ სამსახური, სადაც ვმუშაობთ, ექსპლუატაციას ეწევა ჩვენი რესურსის, მაგალითად, რჩებით ზეგანაკვათური საათებით მუშაობთ, ან გვიწევს, იცით, ამაზე ჩვენ ხმა აუცილებლად უნდა მოვიყოთ, უნდა ვთქვათ, ნახეთ, არ უნდა ვიყოთ ხელშეკრულები. ან იგივე პარტნიორულ ურთიერთობებში, თუ შენ დათმე, ან ქალი ხარ, ან მამაკაცი ხარ და მოგიწია კომპრომისზე წასვლა, მაგრამ პოსტფაქტუმ მიხვდი, რომ უი, თურმე ეს მე ჩემი პრინციპი უნდა დამეცვა და ძალიან ბევრი გავიღე, ვიდრე მივიღე, ნახეთ. აი ამ სასწორს ეს სწორედ ეს იწონება. მიღება გაცემის ბალანსი, ხო? მე იმდენი გავეცი, რომ ჩემთვისაც დავიტოვე გარკვეული რესურსი და აქ მხოლოდ ფულზე არ არის საუბარი. არ გავიგოთ ესე ვიწროთ, ჩემო ძვირფასებო, გავიგოთ ძალიან ფართოდ ეს ისა, ხო? ჩემი ცოდნა. ზოგჯერ აი ცოდნაც შესანახია, ხო? არა იმდენად, რომ თვითდესტრუქცია გამოიწვიოს, მაგრამ ბევრი საუბარიც არ ვარ გახლოვე. თუნდაც მეუღლეებს შორის ბევრი საუბარი, ბევრი ლაპარაკი, ბევრი ცოდნის გაცემა. იმ შენ ქმარს შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს, მაგალითად შენი დაქალის ამბები. ან მაგალითად რა მოხდა შენ სამსახურში, შეიძლება იმ წუთიერად შენ მეუღლეს, ხალი იქნება თუ კაცი, ემოციური მხარდაჭერა, ანუ ემპათია გაცილებით მეტად ესაჭიროება და ჩვენ სოციუმში და არა მარტო ჩვენ სოციუმში არის ნამდვილად ემოციური ინტელექტის დეფიციტი და ეს ემპათიურობის განცდა, ხო, ანუ თანაგანცდა, თანაგრძნობა. და ის სწორედ ეს ვისწავლეთ და ამას ვსწავლობთ ბოლო 3 თვეში. აი ამ ბალანსის დაჭერას, ნახეთ, ბალანსის დაჭერას, მიღებასა და გაცემას შორის. და ბოლოს რჩევა მინდა ამოვიღო ერთი არკანი რჩევის სახით. და ამოვიდა კვერთხების რაინდი. ეს არკანი გვესაუბრება კრეატიული ესე ვთქვათ, გონი. აი ეს კრეატიულობის ენერგია, რომელიც ამ არკანზე არის გამოსახული, ხო, გვასწავლის რას, რომ უფრო მეტად კრეატიულად მიუძეგით თქვენს ურთიერთობებს. მეტი ჩადეთ, მეტი გაეცით, ნუ ელოდებით. ანუ ნუ ელოდებით, ნახეთ, რას გულისხმობ, ნუ ელოდებითში მოდით დაუბრუნდეთ ისევ. აი ბრძოლით არა, ნახეთ, თავდაცვით, ბრძოლით, ცოდნით, რომ მე შენზე მეტი ვიცი კი არა და ჩუმად გავჩუმდი. აი ამ გაჩუმების პარალელურად ტარო გეუბნებათ და გასწავლით, რომ და დღეს წავიკითხეთ ასევე ბიბლიის ეს ებრაელთა მიმართ თავი, მე-12 თავის, მე-11 მუხლი, რომ რას გვასწავლის, რომ მეტი კრეატიულობა, დაგეგმეთ მეტად, გაახარეთ თქვენი ქმარი, ცოლი, არ ვიცი, შვილი, კრეატიულად მიუძეგით ურთიერთობას, ცხოვრებას, თითოეული დღე იყოს რაღაცა ახალი შემოქმედების საწინდარი, დილა გათენდეს ისეთი, რომ ვიფიქროთ არა იმაზე, რა დავანგრიოთ, ან შევასუსტოთ, ან გავაფუჭოთ, არამედ რა ავაშენოთ. აი ამას გვეუბნება და თან დღეს ახლა გამახსენდა, რომ ეს არკანი, რომელიც ამოვიდა, რომელიც გვასაუბრებოდა ბალანსთან დაკავშირებით, სწორედ აი ამ ენერგიის დღე არის, ხო? ეს არის ფინანსური პასუხისმგებლობის კარტი, ფინანსური პასუხისმგებლობის არკანი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ოჯახური პასუხისმგებლობის არკანიც. ეს არის მატერიის პასუხისმგებლობის არკანიც.
რომ შენ რომ გაქვს, შენ რომ იპოვე, შენ რომ მოიხვეჭე ცოდნა, მატერიალური დოვლათი, ფინანსური სარგებელი და მოვიდა ადამიანი გთხოვა, შენ ეგრევე ნუ დაეხმარები, ჯერ აწონ-დაწონე, რამდენად შეგიძლია შენ მას რომ ეს მისცე, რომ შენ მერე შენ არ დარჩე ამ რესურსის გარეშე, სწორედ იმისათვის, რომ შენი ცხოვრება უფრო მეტად კრეატიული გახდეს. არავინ არ გთხოვს ჩვენ აი ესეც ეგომდგომარეობაა, ხო, რომ აი არავინ არ გთხოვს რაღაცა საგმირო საქციელის ჩადენას და ყველაფრის გაცემას. არა, მეგობრებო, აი ეს არკანი გვეუბნება ბოლო აი რჩევის სახით. კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ დაგეგმე ისე, რომ კრეატიული ძალა და ენერგია, შემომქმედის ენერგია შენში მუდამ ცოცხლობდეს. და მართლა ემსგავსო უფალს, ემსგავსო ღმერთს, შემოქმედს ის რადაც და ვინაც ჩაგიფიქრა შენ შემქმნელმა, ხო? მე ამითი მინდა რომ დაგემშვიდობოთ ჩემო მეგობრებო, ძვირფასო მსმენელებო, გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, მართლა აი ამ შემოქმედებითი ძალის გამოღვიძება. პირადი კონსულტაციისთვის ცხადია უნდა დამიკავშირდეთ ნომერზე, რომელიც მითითებულია აღწერაში, ასევე შემოწირულობის სახით შეგიძლიათ დონაციაც განახორციელოთ ანგარიშებზე, რომლებსაც აუცილებლად მიუთითებ ვიდეოს აღწერაში. მე დღეს ამით გემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ დღევანდელი გაშლაც და ეს დღევანდელი ვიდეოც. მომწერეთ თქვენი მოსაზრებები, რას ისურვებდით, რის მოსმენას ისურვებდით, საერთოდ მოგეწონათ თუ არა ესეთი ფორმატი, დავაგრძელოთ თუ არა. მომწერეთ რა თემები დამუშავება გჭირდება, მეც გეგმაში მაქვს და რომ გავითვალისწინო და მე თქვენ გისურვებთ ბედნიერ დღეს, ბედნიერ კვირას, ბედნიერ თებერვლის დასასრულს, თევზებს განსაკუთრებით ულოცავთ დღევანდელი დღიდან უკვე მათი ასპარეზი და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ.